ბრუნვაში ვნახეთ, რომ გრანდიოზული თავყრილობა ჰქონდათ. მოსახლეობის გარკვეული ნაწილი შეშფოთდა. გაჩნდა ეჭვები, რომ შეიძლება ნაციონალები დაბრუნდნენ. სთხოვეს ბატონ ბიზინას, რომ იქნებ მოგხედო. ბატონი ბიზინა პოლიტიკაში აბრუნდება, სამაგროდ გამოაგზავნა მისი კიბერნეტიკული ორეული, გაუმჯობესებული ბიზინა რობოტი KT 247. თხოვ სცენაზე. მას აქვს რამოდენიმე საინტერესო რეჟიმი, მიჯირყვნის რეჟიმი. მოდით დათო ფორჩხიძე მივაჯირყვნინოთ, ვინ თუ არა დათო ფორჩხიძე, ოღონდ ცოტა დაუწიოთ დონეს. მაშასადამე მიჯირყვნის რეჟიმი. კუბაც მიშა მაგარი რომ დაწერე, ეგ არ იყოს სწორი საქციელი ამისათვის, მაგრამ მიჯირყვნი. აგრეთვე აქვს ქების რეჟიმი. სხვათა შორის ძალიან იჭიერი კაცი ხარ. მიშა რომ არ ყოფილიყო, შენ ძალიან მაგარი მუსიკას იქნებოდი და ძალიან მაგრად იქნებოდი. თუ მას მტრულ გარემოში მოუწევს მოხვედრა, აქვს მიმიკრის, გარდაქმნის რეჟიმი და სავსებით შესაძლებელია რომ ვერც იცნონ. რა თქმა უნდა ჩვენ ამ არჩევნებში ვიქნებით ძალიან შეუპოვარები და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის რომ მოვიგოთ ეს არჩევნები. და ზოგადად ვიცა სად მიდიხართ? სამოქალაქო სექტორში. ამოხდა. დავტოვა ამ რობოტმაც ვინ გვიშველის ვინ? აი ხედავ, გამარჯობათ ბატონო ირაკლი, გამარჯობათ. ბატონი ბიზინა, დიდი მადლობა. კიდევ ერთხელ და ყველაფერს გავაკეთებ იმისათვის რომ თქვენი ნდობა კიდევ ერთხელ და მრავალჯერ მოვიპოვო. რეკლამის შემდეგ სურნელოვანი ხატია შამუგია და ჩვენებური რეკლამები არ გამოტოვო.